რა ვიცი, მშვენივრად, როცა სოფელში ვარ, მშვენივრად. ძირითადად, პენსიონერის სტატუსით უთმობ საკუთარ თავს და სულს, თვლი რომ სიცოცხლის ბოლო ალბათ უკვე ეგეთ დამსახურებული ის მერგო. პენსიონერი. რა სოფელში რას უთმობ ეგ ძალიან ისევ საკუთარ თავს ალბათ ფიქრს, რა ვიცი, ხატვას, ლექსებს, ყვავილებს, პოსტანს ძირითადად ამას. და თავი ბედნიერება ის არის რომ არ ჩანს საერთოდ, იმიტომ ძალიან ხშირად აგარ აქვს რომ არის ხოლმე თბილისთან ახლოს და ისეთი კაი ხედია თბილისი ჩანს. და როცა თბილისი გინდა გაექცე, ეს თბილისი ჩანს, ჩემთვის არის ძალიან ცუდი ხედი, შორიდან მით უმეტეს. არ ჩანს თბილისი, ამიტომ არის კარგი და ეხლა როგორ გითხრა დღეს მოვდიოდი და დავაგვიანე ამ გადაცემაშიც, იმიტომ რომ 1 საათი წრეებს ულტყავ, იმიტომ რომ ვერ გავაჩერე მანქანა. ეგ არის ჩემთვის კოშმარი. ამას გავეკეცი პრინციპში. აი ვახუშტის ის მახსენდება ეხლა იზახდა რომ სიცოცხლის ნიჭი უნდა გქონდესო და ეს სიცოცხლის ნიჭი არის ვთქვათ ის რასაც ვცდილობ რომ გქონდეს და განვახორციელო და აი ბოლოს გამომივიდა. ხოჭეს რომ ვახუშტის ძალიან უნდა და ერთად დავიწყეთ ამ სახლის შენებლობა. მერვე კლასში ვიყავი რომ დავიწყეთ, მე იყო 40 წლიანი პაუზა გაჩერდა, იმიტომ რომ ჩვენი სახლი დაიწვა თბილისში 92-ში და ასე შემდეგ. და აი რამდენიმე წლის წინ აღვადგინე სამწუხაროდ ვახუშტი ვერ მოესწრო იმ აივანზე ჯდომას, რაზეც ოცნებობდა კუდალეთში და მე ეს გამომივიდა და მგონია რომ აი სიცოცხლის ნიჭი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნიჭი, ყველაზე მთავარი ნიჭი ალბათ ადამიანისთვის. არა ეს ბავშვობიდან ვიცოდი მე რომ ეგრე მოხდა დაიჭირეს რომ დახვიდეს უბრალოდ მამაჩემაც არ იცოდა, არც ჩვენ არ ვიცოდით რა პირობებში როგორ მოხდა და უბრალოდ მე მამაჩემს უკვე ძალიან გვიან ვიღაცა მოუყვა, როგორ იჯდა პაპაჩემთან ერთად საკანში და საკმაოდ მალევე დაუხრეთიათ და როგორ გაიყვანეს დაკითხვაზე და შემოიყვანეს უკან გადამტრეული მუხლებით. ეთყობა რაღაცას ხელი არ მოაწერა, ან რაღაც არ დააბეზღა და როგორ გვასწავლიდაო, როგორ უნდა მოვითმინოთ ტკივილი. რომ არ უნდა ისულთქო ამ დროს რომ ტკივილი მოითმინო რომ რაღაცა არ. აი ეს იყო რაც მერე კიდე დაემატა ამ ისტორიას რაც ვიცოდეთ პაპაჩემს. რაღაცა ტრაგედია იყო იმ დროს საერთოდ ხდებოდა და როგორ ხალხსაც არაფრის გამო, ქვია თუ იდეების გამო, თქვათ და რაღაც მოსაზრებების გამო, აი ეგეთ დღეში აგდებდა. ეგეს არ მესმის იგივე რატო უნდა აწამო ის ადამიანი. თქვი რომ ეგა თქვა ან დააბეზღა ვიღაცა ხელი მოაწერა, ვინ იყო მაგის მაკონტროლებელია. ხო, პრინციპში რა აბსოლუტურად არა, ნუ აი ეს წამებაც რაღაცა იმ პერიოდის ის იყო. თუ ერთი ან მეორე ალბათ გემოვნებ. სწორი ხედვა უგემოვნებოდ ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ეგეთი, ვითომ სწორი ხედვა და უგემოვნო ხელოვნება. და მაბრაზებდა ყოველთვის, ნუ ეხაც პრინციპში. რაღაცა თავხედობა და ნაძირლობა, მაგრამ ამ ბოლოს უკვე რაღაც ნაკლებად ბრაზდები, საერთოდ, არ ვიცი რატო დამტკი ამაზე უფრო მაღლა, მაგრამ ვცდილობ რომ საერთოდ ყველასთან ერთად ვაპატიო. ბრაზდები აი ქალაქში რომ ხედავ რაღაც სულ ახალ შედობას. აი ამაზე სერიოზულად ბრაზდები და ძალიან ცუდად ხდები. მე მგონი ამასაც გავეკეცი კიდე ერთი ის არის. ცუდი არ მომწონს და ძირითადად ცუდი კეთდება და არასწორად კეთდება და არასწორ ადგილას კეთდება. აი ეგ არის ცუდი, რომ სამწუხაროდ ეგეთი არქიტექტურა რაღაც ჩემი ხობია, ასე ვთქვათ. და ის რომ ქალაქ გეგმარება, ეგ არის ძალიან საინტერესო პროფესია, ასე ვთქვათ, ქალაქის დაგეგმარება, სწორი განვითარება, რომელიც ჩვენ საერთოდ არ აქვს. შენდება ვისაც ფული აქვს, ინვესტორი ის აშენებს და აშენებს რასაც სურვილი აქვს და ეგრე არ ვითარდება ქალაქი, სამწუხაროდ. ამდენად და ინგრევა და ფუჭდება ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, რასაც ერთი ქალაქი განასხვავებს მეორისგან. ხო არ შეიძლება რაღაც შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ეს იყოს მნიშვნელოვანი იმ ქალაქისთვის, ხო, თავის ისტორიით, თავის ლეგენდით, თავის რაღაც გარკვეული წესით. აი იმების მონგრევა და იქ რაღაცა მოგეთ ჩვენთან აბსოლუტური ქაოსი. გააჩნია რა ნივთია ლაპარაკი თუ კონკრეტულად თქვათ კეთდება ეს ნივთი იქნება ავეჯი თუ ინტერიერის დიზაინი თქვათ ეგ თუ კონკრეტული ადამიანისთვის კეთდება ბუნებრივია.
ითვალისწინებ იმ ადამიანის სურვილებს და ხასიათს, იმასაც კი რაც თვითონ არ იცის და აი ეგ ესეთი პირობა ვთქვათ ინტერიერის დიზაინისთვის, როცა სახლს უკეთებ ადამიანს. ახლა როცა შენთვის აკეთებ რაღაცას, ვთქვათ ნახატს განდაგებას დიზაინს იგივე შენთვის, ის ბუნებრივია იმისთვის აკეთებ, რასაც ხო იმ ნივთის არავის არ ითვალისწინებს, ასე ვთქვათ. მაგრამ როცა არის დაკვეთა კონკრეტულად ვიღაცისთვის, ბუნებრივია უნდა გაითვალისწინოს. თითქოს რეტროს რას ეძახიან რეტროს ახლა როგორც რაღაც ვინტაჟს ალბათ ხო აი ვინტაჟიც არასწორად არის გაგებული, იმიტომ რომ ვინტაჟი არის ძველი ნივთების გამოყენება და არა ახალი ნივთების დაძველება, როგორც ეხლა აკეთებენ და ძალიან ცუდია და ძალიან უგემოვნია. ხო და რა ვიცი, ვინტაჟს მე რო გავაკეთე პირველად პურპური ეგეთი ჩემი რესტორანი, აი რასაც ეხა ვინტაჟს და მაშინ ეგ ტერმინიც არ იყო, რა ვიცი, მე არ არსებობდა. იცი და შეიძლება გაამაგრო ნივთი, რომელიც მორყეულია, მაგრამ არ უნდა მთლიანად გადააპრიალო და თავიდან შეღებო, იმიტომ რომ ხდება ის აბსოლუტურად კარგავს იმ სიძველეს და იმ სახეს, რაც აქ და რაც ქმნის გარკვეულ სიყვარულს. აი იაპონურში არის რამდენიმე სახელიც აქ ამას, სიძველის ფერი არსებობს და ეგეც სამნაირი განმარტება რა, რასაც შენ ვერ გააკეთებ, რასაც ეს დრო ადებს და აი იქ ცვითავს, საცა უნდა გაიცვითოს, ხო? ახლა შეთვის გადაშკურკე და მე თავიდან გადაღებე რაღაც ლაკით და ვერ გაიგებ, ახალი გაკეთებულია თუ ძველი, ნუ ეგ რაღაცა უინტერესო მგონია მე და ამიტომ თითქოს იმ ფუნქციას რისთვისაც აკეთებენ აბსოლუტურად კლავენ. საინტერესო ალბათ მაინც უფრო მხატვრობა, ის არის რაც დავამთავრე, რაც ვისწავლე და მე ბევრი წელი არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ მოხდა თბილისის ომი, დაიწყო სახლი, სახელოსნო, საერთოდ ყველაფერი და გადავედი რაღაც დიზაინზე, ჩანთების კერვა, მე ავეჯი, მე ინტერიერის დიზაინი და რომელიც რაზეც მუშაობდი, რაც ფულს მიხდიდნენ პრინციპში და აი ეხა ისევ აი ამ გუდალეთში რაღაც დავიწყე ისევ ხატვა და ისევ მინდა ეს ვაკეთო, ის რაც ყოველთვის ყველაზე უფრო მინდოდა. არ ნიშნავს რომ ეს შეიძლება უკეთ არ გამომდის, ვიდრე თქვათ ინტერიერის დიზაინი, მაგრამ ინტერიერის დიზაინი ეგ იყო, იცით რა, ძალიან სასიამოვნო ჩემთვის საქმე და უფრო გართობა, ეგ არ იყო რაღაცა ესეთი ტანჯვა, ასე ვთქვათ და აი მხატვრობა უფრო სერიოზული რამეა, რომელიც უფრო სერიოზულია, რა შეიძლება იმდენად კარგად არ გამომდის, მაგრამ და კანდაკება მინდა კიდეს სინჯა. ამ სიტუაციაში ცუდად რასაკვირველია და არ ამგონია რაღაც კარგი იყოს ეგ, როცა იყოფა საზოგადოება, როცა ნაწილი არის რაღაც გარკვეულ ბოიკოტში, როცა ის არის ეგ არაფრით კარგი არ მგონია იყოს, რაღაც პრობლემების მეტი არაფერი არ მოაქვს და მიუხედავად რომ მეც ვთქვათ შეიძლება ეგ გარიდებული ვარ და რაღაცნაირად საქმის კურსში არა ვარ, მაინც ეს მდგომარეობა ქვეყანაში როცა არ არის შვიდი, რაღაც ძალიან ძნელია უცებ რაღაც შენ იმაზე ვფიქრო. არა, არასდროს გქონია მიუხედავად იმისა, რომ 78 წლიდან მეგონი დედაენის გამოსვლა რო იყო, აი იქიდან სულ მიტინგზე ვდგევარ, ცოტა აი ბოლო ხნის გარდა ეგრე აქტიურად. ეს რა იყო, აი მახსოვს მე და მამაჩემ 9 აპრილს იდან პირველ რიგში ვიდექით, ხო? რატომაც სულ ვიდექით ჩვენ პირველ რიგში, სადაც თავს უშვენ მაინც და მაინც იმას და მე განზე გამოდიხარ, მე უკვე, იმიტომ რომ რაღაცა მაღლა ვიდექით თვითონ პოლიტიკა არ გვინდა ჩვენ ხელოვანი ხალხი. და ეს ერთი იგივე ხალხი მიდიოდნენ, გადადიოდნენ, ხან აქეთ იყვნენ, ხან იქით იყვნენ ეს პოლიტიკოსები. ამდენად აი ხო ამიტომაც აღარა ვარ, რომ დავიღალე უბრალოდ. დავიღალე არა, უბრალოდ მივხვდი, რომ ისეთი თამაშია ეს ყველაფერი, რომ არ ღირს. იცით რა, შეიცვალას, ვერ ვიტყვი. შეიძლება ისედაც ბოლო 9 წელი ჰოლანდიაში ცხოვრობდა ძირითადად, მე ყოველთვის ჩავდიოდი, ვნახულობდი, მაგრამ რა ვიცი, ხა იმდენი ხალხი მიდის, იცით, რომ ხა ეს შეიცვალა არა, მე საერთოდ ცოტა ისეთ დამოკიდებული ვარ მაგ სიკვდილთან, ყველას თავის გზა აქვს და ეგ არაფერს არ ნიშნავს, ცოტა ადრე თუ გვიან, რა ვიცი, მე ამას ვერ, რაც უფრო გვიან წახვალ, მით უფრო მეტი უბედურების მომსწრე და განცდის და მწუხარების ხდები, ხო, ერთის მხრივ ვითომ კარგია დიდხანს რომ ცხოვრობ და მეორე უმეტესად უფრო რაღაცა ნეგატიური ხდება. ამდენად არ ვიცი მე შევეგრე რაღაცა. ჩემთვის მნიშვნელოვანი არიან ისინი, ვინც
აი ხა აღარ არიან იქნება ეს მამაჩემი, ტატო თუ ლევან აბაშიძე თუ ჩემი უახლოესი მეგობრები. მე პირიქით მადლობელი ვარ, რომ ისინი იყვნენ. და არა ის რომ საწყლები როგორ აღარ. პირიქით. რა ბედნიერებაა რომ იყვნენ, იმიტომ რომ მე სხვანაირი ვიქნებოდი ალბათ. ხო, დღეს ძალიან ცუდია, მე რომ მკითხო ძალიან ცუდია. არასწორი რაღაცები ხდება და იმიტომაც ცუდი რომ გაიზარდა საშინლად გაზდაც ეგ რაღაც გარკვეული პოლიტიკის ის არის ხო ალბათ როცა ფანტასტიკური ქალაქები გვაქვს საქართველოში და იქ ფუნქციებს კარგავენ ის ქალაქები და ყველაფერი არის თბილისში ხო ამიტომ უაზროდ იზრდება ნახევარი საქართველოს თბილისშია ამდენად აი ხო არასწორი ეს უკვე იმ კომუნისტების დროიდან მოყოლებული ამბავია მაგრამ არასწორი აი განვითარება მოყვა კიდე და მაშინ მაინც ის იყო რომ რაღაც წითელი ხაზები არსებობდა და ვერ არღვევდი აი არქიტექტურაში წითელ ხაზებს იგივე იყო რომ საზღვარი გადაგეკვეთა აბსოლუტურად გამორიცხული იყო და აი ხა რომ ვისაც რას უნდა იმას აკეთებს ნუ ამიტომა რომ აი ეს ქალაქი ვეღარ მოძრაობ ვერ სასწაული ხდება რა ცით ვერ უვლი ჯერჯერობით იმიტომ რომ გაირკვევა ძალიან რთული საკმაოდ რთული ამბავია იმიტომ რომ მე ეგრე არ გავზრდილ ვარ სოფელში და თქვა ეგეთ ქალაქელი ვარ, მაგრამ ვიფიქრე რომ გავაკეთებ ღვინოს. თავიდან, იმიტომ რომ ძალიან მოდაშია ეხა და ყველა მეგობარი უამრავი ხალხი აკეთებს. ცოტა მაღალია ჩვენი დაკვეთი 1000 მეტრია, ამიტომ ვიფიქრე რომ იქ უნდა იყიდო, ან არ მოვა, მე მითხეს რომ მესხური ჯიშები არის შეიძლება რომ იქ გააკეთო და ნუ ეგრე ვფიქრობდი რომ იქნებ ღვინოც გავაკეთო, მაგრამ მე რაღაც წვანილი მოვიყვანე და ყვავილები და მივხვდი რომ ამას იმდენი შრომა უნდა, იმდენი დრო მიაქვს. რომ ხა ყურძნის კეთება, ღვინის დაყენება, ნუ ნამდვილად არ ღირს, იმიტომ ეგ არის სერიოზული ცალკე, სერიოზული ამბავი და არა ვარ დარწმუნებული რომ მე ყველაზე კაი ღვინო გამომევა და ამიტომ რატომ უნდა დავლეო მე ცუდი ღვინო, რახან ჩემია და კიდე ჩემს სტუმრებს დავალეინო ცუდი ღვინო. ამას ჯობია უამრავ მეგობარი აკეთებს ძალიან კარგ ღვინოს მედლებს იღებენ გაუთავებად თუ რამე ხდება ჩემთან და მოდიან მოაქვთ ეს ღვინო საჩუქრად თუ არა მე ვიყიდი იგივე მეგობრებისგან იმიტომ რომ მე ბევრს არ ვსვამდა ამიტომ გადავწყვიტე რომ იცით ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და არ შეიძლება ყველაფერი აკეთოს როგორც საქართველოში ეს დავიჩენეთ რომ ყველაფერი უნდა ვაკეთოთ გინდა პოლიტიკა გინდა ხელოვნება გინდა მებაღეობა რა უნდა თქვა წერ ლექსებს წერდი უბრალოდ ორი წელი უცებ გაბმულად ეგრე დაიწყო რომ ეგრე თავისით უღრებოდა და უზავნიდი ჩემ მეგობრებს ხმოვან ლექსებად ეგრე ვისაც აინტერესებდა 25 კაცს და ფაქტობრივად ყოველ დღე და დღეში ვწერდი 5 ლექსს 4 ლექსს 2 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრია ნუ ბუნებრივია ეგ ამას ესეთი რა რაღაც აი თავის რაღაც იწერება ზოგი სისულელე ზოგი სახუმარო ზოგი რავი შეიძლება უფრო უკეთესი და ამიტომ ყოველ დღე ეს ჩაწერა მქონდა ეგეთი პოეზიის საღამო იმიტომ რაღაც ლექსს ვწერ მაინც გინდა რომ ვიღაცამ შეაფასოს ამიტომ ამ 20-25 კაცისგან ყოველ დღე იყო და ესეთ რაღაც შევსვი ამ ლექსებზე ერთი დღე თუ არ გაუგზავნიდი მე იყო ხოლმე რომ სად არის ლექსი ყოველ დილა ხდებოდა 5 ლექსი მოკლედ ძალიან ვერთობოდით 2 წელი მე რაღაც ფილმზე მომიწია მუშაობა რაც ძალიან სტრესული იყო მხატვრად და რეკვიზიტორად და აი ამ სამმა თვემ ისე ამომაგდო ამ ლექსების წერიდან და მუზები განდევნა რომ აი აღარ მოგეთ შევწყვეტე ლექსების წერა ძალით რაღაც მინდა ხოლმე მაგრამ ეს ძალით არაფერი არ გამოდის იცით რა აი არის ძალიან ცოტა ისეთი შეკითხვა მე სახიობი ვიყავი და არა რეჟისორი მე როგორ რამც არ უნდა მინდოდეს როგორ უნდა გავაგრძელო თუ არ დამიძახებენ როლზე ამიტომ ცოტა უცნაური შეკითხვაა და ჯერჯერობით გავაგრძელე. ეგ არ ნიშნავს ახლა არ უნახიათ არ გავაგრძელე, იყო აღლუმი ეგეთი კინო, ნინო ჟვანიასი ძალიან კარგი, საცა თამაშობ თავარ როლს, ერთ-ერთ თავს სამნი ვარ და სამი თავარი როლია. მე იყო კიდე პატარა ეპიზოდები, რომელიც გადამიღეს, რაღაც ნანა ჯანელიძემ გადამიღო პატარა ეპიზოდში, გეგი გიგინეიშვილმა გადაიღო პატარა ეპიზოდში იქნება ალბათ. ამიტომ თუ მეძახიან კიდე და თუ ვთვლი რომ რაღაც საინტერესოა, მაშინ ვთანხმდები და ისე ახლა მსახიობი არა ვარ და ეგ არ არის ჩემი მოწოდება. არასდროს არ მინდოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ ამას ვერასდროს ვერ შევძლებ, იმიტომ რომ მახსოვს ჩემმა ძმამ საკურსო ფილმი გადაიღო, ეგეთი გმირი, ძალიან კაი ფილმია სხვადასხვა და 10 წუთიანი და იქ ვიყავი ეგეთი დაჭრილი მეომარი, რომელიც მოდის შუბით გაყრილი და პირდაპირ კუბოში წვება, ეგეთ ცოტა აბსურდული კინო იყო.
და მაშინ თქვი რომ მე არასდროს ამას არ ხესავით რომ გამორიცხულია ეს კამერა და აი მე ქუჩის დღეებში უბრალოდ ფინანსურად გამიჭირდა ძალიან და რომ შემოთავაზეს მე ვთქვი დაახლოებით იგივე მდგომარეობაში ვარ ას თავარი გმირია მეთქი და მოდი ვსინჯოთ თუ გამოვა თუ არა და ნუ აი უცებ დავამტკიცეს და მე სხვა შეშდო დავამტკიცეს მე ძალიან შემეშინდა იმიტომ რომ რაღაც დაუფიქრებლად დავთანხმდი და მე მივხვდი რომ გავიაზრე რომ ნუ თავარი როლია და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა თუ ვერ იზავ ნუ აფუჭებ კინოს ხო ფაქტიურად ხო და ნუ აი ეგრე მე მგონი კარგი გამოვიდა არაფერში აბსოლუტურად არაფერში არ ვზღუდავდა არასდროს და რაღაც მეც ეგრევე არ ვზღუდავ ჩემშიც არა მე საერთოდ არასთქმა არ შემილია არავისთვის მით უმეტეს შვილისთვის ხო საერთოდ გამორიცხული ისიც მამიდა ჩვენზე კი არ აუღია მამიდა იყო 14 წლის როცა დარჩა მამაჩემი დედის და მამის გარეშე ანუ იყო და ამ 14 წლის გოგომ აიღო თავზე ჯერ ვახუშტის ფეხზე დაყენება და შესაბამისად მე ჩვენიც ამდენად რაღაც ეგ იყო რაღაც საოცარი ადამიანი იყო რომელიც არ გათხოვილა და რომელიც ძალიან აი ვახუშტის მიუძღვა მთელი ცხოვრება და ნუ ჩვენც იქ ვიყავით და ჩვენც ვიყავით შვილიშვილები ფაქტიურად და ძალიან კარგად მახსოვს და ძალიან გვიყვარდა იმიტომ რომ ის ქალის გამორიცხული იყო იმისგან ან არა ან დაყვირება ან აი არასდროს ის იძახდა რომ ბავშვს უნდა უჩიჩინო აი ბევრჯერ უნდა ერთი და იგივე რაღაცა უთხრა და აი ეს ჩიჩინი იყო რის გამოც ალბათ მე ბევრი რამე აი ის არ უნდა ვიქურდო არ უნდა მოვიპარო რაღაც ხვის ნივთი არ ავიღო ბავშვობიდან აი ეს იყო ჩიჩინის შედეგი და რაც გამორიცხულია რომ გავა დედისგან რა ვიცი დედა იცით რა იყო დედა იყო რომელიც სულ იძახდა რომ შეუნდა მხატვარი გამოხდა ბავშვობიდან აი რატომღაც ეს ძალიან უნდოდა და ნუ მე ხატავდი სულ ბავშვობიდანვე და ამიტომ ეთყობა ეგეთ ჩიჩინი იყო რაღაცა და მე ვიცოდი ბავშვობიდან რომ ხატვარი უნდა გავა აი ეგ რაღაც იყო ძალიან უნდოდა ეს და ძალიან ამხრივ ხელს მიწყობდა ამხრივ ის კი არა მახსოვს ლენინგრადში მაშინ ლენინგრადი ერქვა საგვიყვანა თურმე იყო ჩემ დაზე ორსულად გვიან გააჩინა ჩემი და საქმე და აი ეგრე წამიყვანა და აი ყველაფერი ვნახეთ ყველაფერი მოვიარეთ გარეუბნები ლენინგრადის ყველა სასახლე ყველა ის და ესო მე მინდა რომ გუგას ვაჩვენ და არ ვიცი გადავრჩები თუ არა გადაიტანდა თუ არა იმიტომ რომ მესამე მშობიარობა ცოტა ასაკში და ეგრე აი ეს ლენინგრადი გარგავა ხო ნუ აი ეს ძალიან უნდოდა მოკლედ და მე ვიყავ ესეთი განსხვავებულად სისუსტერო ერთ-ერთი შვილის თუ შეიძლება ითქვას მაგრამ ჩემზე კანდა ეგეთი რაღაცნაირი მყავდა ცოლი რომელსაც გავშორდი მაგრამ ეხა ისევ გვერდზე ცხოვრობს ჩემთან ჩემი შვილის ბინაში და ძალიან მეგობრობთ და ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს ბევრად უკეთესი ვიდრე იმ მომენტში როცა გავშორდით იმიტომ რომ რაღაცნაირად დაგვეძაბა ურთიერთობა და გადავწყვეტეთ მაშინვე რომ ერთად ყოფნა იმას ნიშნავს რომ კარგად უნდა ვიყოთ და ერთმანეთს თუ რაღაცა გვეძაბება და ვიძაბებით რატო ამას ხო რაღაც ხვის დასახნახად არ ვინარჩუნებთ ოჯახს ხო არამედ და ამიტომ ეგრე მოხდა მე წავიდა მოსკოვში მე ჩამოვიდა ხა ისე და ისე ერთად ვარ და ძალიან აი ხო მეგობრობთ ძალიან იმიტომ რაღაც პასუხისმგებლობები არ გვაქვს ერთმანეთთან და მარტო მეგობრობაა და მარტო ურთიერთობა და ბევრად უფრო მეტი პასუხისმგებლობაც გაჩნდა რაღაცნაირი ვინაიდან თან ხო ნუ არაფერი ეგრე არ და სხვა მხრივ რა ვიცი შვილები კარგი კმაყოფილი ვარ შვილით და იმ საქმით რაც ვაკეთებ ხო და ოპერატორია დადო ანუ ოპერატორი დაამთავრა ეხლა გადაიღო პირველი ფილმი დიდი როგორც რეჟისორმა წმინდა ელექტროენერგია რომელმაც 1-9 პრიზი აიღო პირველი ადგილი მსოფლიოში დადის ფესტივალებზე და პირველ პრიზებს იღებს ძალიან და ყველას გირჩევთ თუ დიდხანს გადიოდა ამ ირანში ძალიან სხვანაირი ფილმია და ძალიან ადამიანური ფილმია და ამდენად და სტილისტურად ძალიან ესეთია რაღაც განსხვავებული სხვანაირი რაღაცა მე ძალიან მომწონს აი უახლოს მომავალში რას ვაპირებ და აი ქანდაკების სინჯვა მინდა და მინდა რომ ის ჩემი გუდალეთში ადგილი ცოტა ისე მოსაწყობია და იქ მინდა იქნებს შეიძლება ეგეთი საკვირაო საზაფხულო სკოლები გაკეთდეს სადაც ადრე მქონდა მე აქ ცოტა ხანი ეგეთი გალერეა სადაც მინდა და ვასწავლიდი ხატვას უფროსებს თქვათ
ანუ იმათ, ვინცაც ხატვა სურვილი აქვს და არა ვინც აბარებს, თქვა, არა აბიტურიენტებს, არამედ ხალხს, ვისაც რაღაცის გამო არ გამოუვიდა, რომ შეხება ქონდეს ხელოვნებასთან და ეგ ცალკე თერაპია ფაქტიურად. და შეიძლება ეგეთი რაღაცა იქ გაკეთდეს გუდალეთში, საკვირაო ერთდღიანი ჩამოვიდნენ და რაღაც გარკვეული ეგეთი სკოლა, დასვენება, რაღაც ეგეთი შევთავაზოთ, ну, იქ ცოტა მისახედია ამისთვის იქაურო. და შეიძლება ვიღაცები დავიხმარო ახალგაზრდები, ვისაც სურვილი ექნებათ, რომ დამეხმარონ, ძალიან გაიქნება ალბათ. პედაგოგიურ საქმეებას ვეწეოდი, ხა ძალიან სასაცილოა. 1-2 წელი რავის ერთი თხოვეს მოგიდა რაღაც ინსტიტუტში, რომ სახელმწიფო ინსტიტუტში წამეკითხა რაღაც მხატვრობა, კინოს მხატვრობა მოკლედ. და კი ბატონო, მეთქი, იმიტომ რომ აი ბავშვები კარგი არიან და სოფლიდან ვიფიქრე, რომ შაბათი დღე რომ მანქანები ნაკლები იყოს, იქნებ შაბათს მეთქი იყოს და მოკლედ ჩამოვდიოდი იქიდან, აი 64-დან მოვდიოდი, იმიტომ რომ ლექცია მაქვს, მომცეს რაღაცის რომ და მივადო, რომ არ ვაცდენ. და ჩამოვდიოდი და სტუდენტები არ მოდი. და ვიჯექი 2 საათი და ვერ მივიდიოდი. მოდიოდნენ ნაწილობრივ, მაგრამ მე ბოლოსკენ უკვე ხო და არ ვიცი, ეგეც იმის კორმ შაბათი იყო და იქ პარასკევს კლუბებში იყვნენ თუ რა ხდებოდა თუ მდგომარეობა ქვეყანაში, მაგრამ აი ხო და ეხა მოკლედ შევწყვიტე, იმიტომ რომ მიყვარს მე რაღაც პედაგოგობა რაღაცნაირად გამომდის და სიამოვნებს, როცა თუ კი აინტერესებთ, ხო, მაგრამ ხო და თან აღსანიშნავია, რომ იქიდან რომ მოვდიოდი, ეგ არ იყო ის, რომ დაინტერესება ფინანსური, იმიტომ რომ საათში მიხდიდე 8 ლარს. მე არც ვიცოდი, რომ ეგეთის არსებობს საერთოდ. სახელმწიფო დაწესებულება. საათში 8 ლარი, ამ თავიდან მქონდა 2 საათი და 16 ლარი. და 16 ლარი უფრო ძვირი მიჯდებოდა იქიდან ჩამოსვლა, ჩემი მანქანით და უკან წასვლა, ვიდრე, ხო? ესე იგი, გასაგებია, რომ მხოლოდ ენთუზიაზმით გამო მოვდიოდი და აი ვტოვებდი იქაურობას და მოვდიოდი აი ამ ჯოჯოხეთში, რასაც ქალაქი ქვია და უცებ რომ მომდიხარ და უცებ რომ არ მოდი. ხო, ну აი რა გითხრათ, ყველას მინდა ცოტა უსურო შვიდად სიმშვიდისკენ და ცოტა გონიერებისკენ, იმიტომ რომ ძალიან არეული დროა, ცოტა მეტი დაფიქრება ალბათ საერთოდ და არა რაღაც სპონტანურად რაღაცების კეთება. დიდი მადლობა. და კარგად